ეს არის პირველი ჟიროკოპტერი საქართველოში, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით ვაპირებთ რომ გამოვიყენოთ. ერთი თვითონ საავიაციო პროგრამისათვის, არა მარტო სასწავლებლად, არამედ მსგავსი აპარატების ასაწყობად და მეორე იმ სამეცნიერო საქმიანობაში, რომელსაც უნივერსიტეტი ეწევა, იქნება ეს დაზვერვით თუ დამზერვით სამუშაოები, სკანირება ზედაპირების. თვითონ ეს პროექტი ჩვენ იდეა მოგვივიდა სადღაც 2007-ში და დაგვჭირდა ფაქტობრივად 6 წელი იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოგვეყვანა და გაგვეშვა. გამომდინარე იქიდან 6 წელი ამ პროექტზე მუშაობდით. პროექტი რას გულისხმობდა? გულისხმობდა ჯერ იდენტიფიკაციას, მერე იმის განსაზღვრას გვჭირდება თუ არა, შემდეგ შერჩევას, იმიტომ რომ მხოლოდ იმისა, რომ ჟიროკოპტერები ბევრი ეხლა ხდება პოპულარული, მაინც საკმაოდ ბევრი მწარმოებელი ფირმაა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში აწარმოებს მათ. მოკლედ ამ ყველაფერს 6 წელი დაჭირდა და გამომდინარე იქიდან, რომ 6 წელი დავხარჯეთ მის აი ამ პროექტის დაწყებაზე, ცხადია, რომ ჩვენი მიზნები საკმაოდ სერიოზულია. სფეროები, რომელშიც ეს შეიძლება იყოს გამოყენებული ჟიროკოპტერი არის, რა თქმა უნდა, ტურიზმი და საქართველოში აი განსაკუთრებით სამთო ტურიზმში ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი ჟიროკოპტერი არის მდგრადი აპარატი და ის უფრო კარგად დაფრინავს ვიდრე სხვა ულტრასმსუბუქი აპარატები, მისი გამოყენება პრინციპში შეიძლება ძალიან უსაფრთხოდ და ესე იგი დიდი მასშტაბით შეიძლება ტურიზმში, ეროვნულ პარკებში ძალიან კარგი იქნება ეს ეგერებისთვის, ასევე სამონდირო მეურნეობაში და ასევე ძალიან კარგი იქნება ეს გეოფიზიკური დაკვირვებების საწარმოებლად და ასევე ბიოლოგიური და ბიომრავალფეროვნების დაკვირვებების საწარმოებლად. შესაძლებელია საზღვრის დაცვისთვისაც იყოს ამის გამოყენება მნიშვნელოვანი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამ აპარატის ჩამოტანა საქართველოში და მიმართულების განვითარება ეს არის არა მარტო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით და მე ვფიქრობ, რომ ეს საავიაციო პროგრამა, რომელსაც ჩვენ დავიწყეთ მალე ნატახტარის აეროდრომთან თანამშრომლობით, ძალიან გამდიდრდება აი ასეთი აპარატის გამოყენების და ასეთი აპარატის კონსტრუირების სწავლით. უნივერსიტეტი იწყებს ახალ ძალიან საინტერესო პროგრამას, ეს არის საჰაერო კვლევები, დასახელება, ისე წინასწარი დასახელება შეიძლება შეიცვალოს ოდნავ და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევიძინეთ გიროკოპტერი და პირველი გაფრენაც მოხდა უკვე ამ გიროკოპტერით. ორი ძირითადი მიმართულება იქნება, ერთი იქნება საჰაერო აპარატების შექმნა, კონსტრუქცია და მეორე უკვე ამ საჰაერო აპარატების გამოყენება. საჰაერო აპარატებზე საუბრობთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ულტრამსუბუქი ავიაცია, რომელსაც მიეკუთვნება ჩვენი გიროკოპტერიც და გარდა ამისა ჩვენს საინჟინრო ფაკულტეტზე შეიქმნება კიდევ ასეთი აპარატები. უპილოტოც გიროკოპტერის ასლიც გაკეთდება და გარდა ამისა ალბათ კიდევ ულტრამსუბუქი თვითმფრინავიც შეიქმნება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა ახალი ტიპის აპარატი რეგიონში ჩვენ პირველები ვართ, ვისაც ასეთი ტიპის აპარატი აქვს, გიროკოპტერი, რომელსაც ახლა ვუტარებთ საცდელ საფრენოსნო გამოცდებს და ყველა, ვისაც კი კავშირი ჰქონდა ამ აპარატთან, აღფრთოვანებული ვართ მისი მახასიათებლებით. ჩვენ აღჭურვავთ ამ აპარატს შესაბამისი სამეცნიერო ხელსაწყოებით, რაც გააუმჯობესებს ჩვენი გამოკვლევების ხარისხს. გარდა ამისა, დაგეგმილია ამ ტიპის და სხვა ტიპის საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება, რისთვისაც გვაქვს
შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მოვიწვევთ დამატებით სპეციალისტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ჩავრთავთ როგორც პროექტირების, ასევე წარმოების პროცესში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.